საყოფა ცხოვრებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია იყო მთლიანად მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს არსებული მეთოდოლოგიისგან ძირეულად განსხვავებული არის, რასაც გაინტერესებთ, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა გავლენას აღარ მოახდენს სარეიტინგო კულაზე, როგორც ვთქვათ, მაცივარი, სარეცხი მანქანა ან გაზღურა. ესეთი ნივთები, ტელევიზორი კიდე და ესეთი ნივთები სარეიტინგო კულაზე გავლენას აღარ მოახდენენ. კულებთან დაკავშირებით, ანუ დღის მდგომარეობით დახმარებას იღებს მხოლოდ 57,000 კულა ან ნაკლები, რომელ ოჯახსაც აქვს და მომავალი ახალი მეთოდოლოგიიდან დახმარებას მიიღებს უკვე რამოდენიმე კატეგორია, ანუ პირველი კატეგორია იქნება სავარაუდოდ 30,000 ქვევით ვინც იქნება, მეორე 30-დან 57, 57-ი 60, 60, 65. გარდა ამისა, ბავშვის დანამატს მიიღებს სავარაუდოდ 100,000 ნაკლები, რომელ ოჯახსაც ექნება. ანუ თითოეულ ბავშვზე დამატებით 10 დარს. ოპონენტების კითხვასთან დაკავშირებით ცოტა არასწორად აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას, იმიტომ რომ ეს რიცხვები არის შემდეგნაირი. დღეს მდგომარეობით თუ არის საარსებო შემწეობის მიხედვით დაახლოებით 420,000 ადამიანი, ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით საარსებო შემწეობის მიღები იქნება დაახლოებით 460,000 ადამიანი. ოჯახების რაოდენობა მცირდება, მაგრამ თავისთავად ეს არის სულ სხვა რაღაცით გამოწვეული. პირველი რომ დღეს მდგომარეობით სტიმული აქვთ ოჯახებს ხელოვნური დაყოფისგან, იმიტომ რომ პირველი წევრი იღებს 60 ლარს და შემდეგი წევრი 48 ლარს, ანუ ორსულიანი ოჯახი თუ ხელოვნურად დაიყოფა, ორივე მიიღებს 60 ლარს. მომავალი მეთოდოლოგიის მიხედვით ეს გასწორებული არის და ყველა წევრი მიიღებს, ვთქვათ, 60 ლარს, ან შესაბამის რაოდენობათან შესაბამისად აღარ იქნება ეს ხელოვნური დაყოფის აუცილებლობა და სტიმული. და ესეთი ოჯახები თავისთავად გაერთიანდებიან. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ოჯახების რიცხვის შემცირების მიზეზი და არა ის, რომ მოსახლეობის რაოდენობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაახლოებით 40,000-ით გაიზრდება, ვინც ბენეფიტს მიიღებს. ბავშვის ბენეფიტის გათვალისწინებით ეს რიცხვი გაორმაგებულია.